ქუთაისის გაენათის ეპარქიაში 3 საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან 900 წლის თავისა და წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წამებიდან 400 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია მოეწყო. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულმა მუზეუმმა ამ მნიშვნელოვანეს თარიღთან დაკავშირებით უძველესი ქართული ხელნაწერების გამოფენა მოაწყო. ბაგრატის ტაძარში ჩატარდა საკათედრო წირვა, დავით აღმაშენებლის საფლავზე გადაიხადეს პარაკლისი. აკადემიის ისტორიულ შენობაში კი დოკუმენტური ფილმის დავით აღმაშენებელი მესიის מחვილის ჩვენება მოეწყო. შედგა წიგნების გელათი და დავით აღმაშენებლის პრეზენტაცია. ჩვენ აღნიშნავთ ღვთისმშობლობას. ეს არის საწინდარი იმისა, რომ ივერია დგას გაბწყინების გზაზე. ეს არის ჩვენი დიდი პატრიარქის ილია მეორის ჯვარცმული მოღვაწეობის ნაყოფი. ეს არის ჩვენი დიდი მღვდელმთავრების პატრიარქთან ერთად მოღვაწე მღვდელმთავრების და განსაკუთრებით მე ვიტყოდი და მოიხსენიებ მეუფე კალისტრატეს დიდი დამსახურება ამ ეპარქიაში აღორძინება სწორედ აი ამ დიდი სულის ქრისტიანული ერთობის აღორძინების დიდი მესვეული ბრძანდება და ჩვენ მცირე პანაშვიდს გადავიხდით ეხლა როცა ჯვარზე მხევა დაიწყება და ჩვენ ვემზადებით ქართველი ერი საქართველოს ეკლესია ემზადება მომავალ წელს რომ აღნიშნოთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი და ისწორედ დავითის 900 წელი უძღვის ამას წინ გარდაცვალებიდან რომ გაგვახსენოს რა მოგვიტანა ჩვენ 17 საუკუნოვანმა ქრისტიანობამ. ჩვენ მოგვიტანა გაბწყინება, სულიერი გაბწყინება და აი ამ გაბწყინების მისია აწევს საქართველოს. ეს დიდი პატივია, მაგრამ დიდი პასუხისგებლობაც არის. ამიტომ ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს იმ სულიერ ბრძოლაში, თუ აქამდე ჩვენ ხმით ვიცავდით ჩვენ სარწმუნოებას, დღეს ჩვენ სარწმუნოების დაცვა უნდა ლოცვით და მარხვით. საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის გარეშე ვერ გაუძლებს არათუ პიროვნება ერი ვერ გაუძლებს მეორედ მოსვლის ღვარცობს და ამიტომ ივერია უნდა გაბწყინდეს და იგი ყოველი მისი წევრი უნდა იყოს ქრისტეს მხედარი დედა ეკლესიის წიაღში დამკვიდრებული როგორც ეს იყო საუკუნეების განმავლობაში როგორც ეს იყო დავით აღმაშენებლის ჯამს, თამარის ჯამს, როცა ქართველი ერი ერთითა პირითა და ერთითა გულითა ადიდებდა ღმერთსა. აი ეს სწორედ ეს
ამისთვის გვამზადებს უფალი, ღვთისმშობელი, დავით აღმაშენებელი, აი ამ თავგანწირვისთვის გვამზადებს ქეთევან წამებული, რომლის დღესასწაულიც შარშან შესრულდა 400 წელი მისი მოწამეობრივი აღსასრულიდან და ვინაიდან ეს არის უდიდესი მოვლენა არა მარტო საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, მთელი საქრისტიანო შეიძრა. საქრისტიანოს მაშინ სჭირდებოდა განმტკიცება, საქრისტიანოს მაშინ დაუპირისპირდა უკვე უღმერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე კიდევ უფრო გაძლიერდა და საქრისტიანო ქეთევან წამებულში დაინახა დიდი საყრდენი. წარმოიდგინეთ, არა მარტო ქართველი ერისთვის, მთელი საქრისტიანოსთვის ქეთევანი გახდა საყრდენი და ის სწორედ ეს მაგალითი თავგანწირვისა, ამ მაგალითის გარეშე, დავითის თავდადების გარეშე ივერია ვერ გაუძლებს ამ წინააღმდეგობას, ამიტომ მართებს რომ გავერთიანდეთ აი ამ ჩვენს გზაზე, ჭეშმარიტი სარწმუნოების გზაზე და პატრიარქმა იმდენად დიდად ჩათვალა ქეთევანის მოწამეობრივი აღსასრულის 400 წელი, რომ გამოაცხადა მთელი წელი შარშან დაიწყო და აი წელს გრძელდება და გვირგვინი ამ ზეიმისა იქნება 21 სექტემბერს ალავერდში.